ძალა ჩვენ შიგნით გავაგრძელოთ მეგობრებო. ამ დროს ძალიან იცვლება ასევე კვების რაციონი. რაც გვიყვარდა აღარ მოგწონს. თითქოს გვინდა რომ უფრო მსუბუქად ვიკვებოთ და ცოტა გვაკმაყოფილებს. ტკივილი სხეულში კიდევ ერთი ნიშანია. ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, რომელიც ხშირად მეორდება, გულის შეკუმშვა, ჩხვლეტები, ვიბრაციის შეგრძნება ხელებზე და ფეხებზე. ეს ის ადგილებია, საიდანაც ენერგია შედის და ფართოვდება. თითქოს ჩვენი სხეული ქმნის გზას ცირკულაციისთვის. ხასიათიც გვეცვლება, ზოგჯერ მეცხრეცაზე ვართ სიხარულისგან, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ზოგჯერ ძალიან სევდიანები ვართ, გვინდა ტირილი. არ შევეწინააღმდეგოთ, ეს არის ძველი ემოციებისგან გამონთავისუფლება და ტრამვებისგან განკურნება. გამოდის ყველაფერი ის, რაც აღარ გვჭირდება. ბევრს ვინც ამ გზას გადის, უჩნდება ალერგია, რომელიც არასდროს არ ქონდა, ან ძველი იჩენს თავს უფრო ინტენსიურად. ორგანიზმი ხდება უფრო მგრძნობიარე გარკვეული პროდუქტებისადმი, ხდებით უფრო მგრძნობიარენი და ყურადღებიანები. სხეული სწავლობს რა არის ჩვენთვის კარგი და რა არა. ასევე ხშირად იცვლება ტემპერატურა, ხან გვცივა, ხან გვცხელა, მაშინაც თუ გარშემო არ შესულა ტემპერატურა. თუ ვინმეს კლიმაქსი გონია, ეს ასე არ არის. ჩვენი ენერგეტიკული ცენტრები მოდის ბალანსში. ეს გავს მას მაგალითად ახალ მოწყობილობას რომ ვრთავთ და ნელ-ნელა სანამ თავის ტემპერატურას მიიღებს და რო სტაბილურდება. ასევე შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ ჩვენი სხეული წამლებზეც სხვანაირად რეაგირებს, საზმელზეც და ყავაზეც კი. რაც ადრე მოქმედებდა, ახლა არ მოქმედებს ამ პირიქით. სხეული ხდება უფრო მგრძნობიარე, ისწავლობს თავის განკურნება სხვადასხვა მეთოდებით. დაღლილობას, რომელსაც გრძნობდით, ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლილობა, ამ დაღლილობას არ შველის ძილი. იმიტომ რომ ჩვენი სხეული მუშაობს სხვა დონეებზე, გადის ღრმა წმენდას. კარგი გამოძინების შემდეგაც დაღლილი გრძნობთ ხოლმე თავს. ზოგს გვეცვლება დგომის პოზა, სიარულის მანერა, თითქოს სხეული იცენს ახალ ბალანსს, მოძრაობის ახალ უნარს. ზოგი ამჩნევს, რომ ეცვლება ხმა, ხდება უფრო მკაფიო. ეს ნიშნავს, რომ სხეული გადადის ახალ ვიბრაციაზე. მივყვეთ ამ პროცესს. ნუ გავუწევთ წინააღმდეგობას, არ დავაძლოთ სხეულს იმუშაოს ისე, როგორც ადრე მუშაობდა. ის გადის ღრმა ტრანსფორმაციას. დავისვენოთ, როცა ვგრძნობთ ამის აუცილებლობას, მივიღოთ მეტი წყალი, გავატაროთ მეტი დრო ბუნებაში, ჩვენმა სხეულმა იცის რა სჭირდება, მივენდოთ მას და გვახსოვდეს, რომ ეს ცვლილებები დროებითია. ეს არის ადაპტაციის ფაზა. მალე ჩვენი სხეული იპოვის ბალანსს და იქნება ჯანმრთელი. ჩვენ ვხდებით დაკავშირებულნი ჩვენს არსთან. შემდეგ კიდევ ერთი ნიშანი. ჩვენ ვამჩნევთ, რომ ზოგიერთი ჩვენი სამეგობრო ურთიერთობა უფრო სუსტი ხდება. ის ადგილები, სადაც ხშირად დავდიოდით, უკვე აღარ გვეჩვენება კომფორტული. ესეც პროცესის ნაწილია, თითქოს ხდება სხვა სიხშირეებზე გადართვა. მაგალითად, რადიოს მოსმევის დროს სიმღერა რომ ცუდად ისმის, გაურკვევლად, სანამ არ დაიწყება ახალი სიმღერა მკაფიოდ. ადამიანები და ადგილები ზუსტად იმ გაურკვევალ სიმღერას ემსგავსება. ზოგი დარჩება უკან, ზოგი წავა წინ. ჩვენ ვიტანჯებით ამ დროს, რადგან ვერ გვგებულობთ რა ხდება, ვფიქრობთ, რომ კარგავთ მეგობრებს, ამ შორდებით ოჯახს. ჩვენ არ ვტოვებთ მათ, უბრალოდ ჩვენი ენერგია არ მოდის თანხვედრაში მათთან. ეს ბუნებრივია. ახლა ჩვენ გვირჩევნია ჩვენთვის ვიყოთ სიწყნარეში. საქმე იმაში არ არის, რომ ეს ხალხი ცუდია, უბრალოდ ისინი თავიანთი განვითარების სხვა ეტაპზე არიან. შეიცვალა საუბრებიც. ვამჩნევთ, რომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაზეც ადრე. როცა ხალხი ჩვენს გვერდით საპნის ოპერებზე და პრობლემებზე საუბრობს, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენ სულიერ გზაზე, ცხოვრების მიზანზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს. ამ ეტაპზე ხშირად თავს გრძნობთ მარტოსულად. გონია, რომ არავის ესმის ჩვენი, რომ ვერავის გაუზიარებთ ჩვენს გრძნობებს. ვიცოდეთ, რომ ეს დროებითია. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ენერგიებს დაემთხვევიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი ძველი მეგობრები. უბრალოდ მივენდოთ ამ პროცესს და ნუ ვეცდებით ძალით შევინარჩუნოთ ძველი ურთიერთობები. შეიძლება მათ უფრო ჩქარა გაიარონ ტრანსფორმაცია, უბრალოდ არ უნდა ავაჩქაროთ და არაფერი დავაძალოთ.
ყველას თავისი გზა აქვს. უბრალოდ ვიყოთ მადლობელნი მათნი, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ მათგან და მივცეთ თავისუფლება ახალი გზისაკენ. ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი განკურნებისთვის, ჩვენი შიშებისგან გასნა თავისუფლებად, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი. ჩვენი ინტუიცია გახდა უფრო ძლიერი და სულის სიღრმეში ახლა უკვე ვიცით რა უნდა ვაკეთოთ. პასუხი ყოველთვის ჩვენშია, აღარ გვჭირდება კითხვები, სამყარო, მაჩვენე რა უნდა ვიცოდე. ჩვენ დავამყარეთ კავშირი ჩვენ შინაგან სიბრძნესთან, გავხდით უფრო გრძნობიარეები. ეს არის რწმუნებულება, რომელსაც გვგრძნობთ გულში, რომელსაც არ სჭირდება გარე ფაქტორებისგან დამტკიცება. ეს არის ცოდნა, რომელიც მოდის შიგნიდან. ეხლა უფრო უნდა ვენდოთ ჩვენს თავს, შინაგან ხმას, რომელიც უფრო და უფრო ხმამაღლა გვესაუბრება. ახლა გრძნობთ, რომ უნდა დავეხმაროთ სხვებს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი განკურნება, ეს არის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ხალხს დავეხმაროთ. თითქოს ჩვენში აინთო შუქი და დროა იმისა, რომ ჩვენი ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ. ზოგჯერ ეს არის კეთილის სიტყვა, უბრალოდ სიტყვა, რომ ვეხმარებით ადამიანებს იმ გზის გაკვლევაში, რაც ჩვენ გავიარეთ და ეს გამოდის ბუნებრივად და უბრალოდ და ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენი გაკვეთილები ცხოვრების გზაზე იყო უფრო ღრმა, ვიდრე ვფიქრობდით. ჩვენი შრამები, ჩვენი დიპლომებია, ჩვენი გაკვეთილები, ჩვენი სიბრძნე. ვამჩნევთ, რომ ჩვენი ენერგიები იცვლება. სადმე რომ მივდივართ, გრძნობთ, იქ მძიმე ენერგია თუ მსუბუქი. ადამიანებს გრძნობთ სხვანაირად, ხვდებით, როცა ის ცუდადაა მიუხედავად იმისა, რომ ის იღემება. თავიდან ეს გვაშინებს, ვფიქრობთ, ხომ არ გავგიჟდი, რატომ გრძნობ ასე ყველაფერს? არა, არ გავგიჟდით, ჩვენი სულიერი გრძნობები იმატებს. ვამჩნევთ, რომ ხო, კიდევ ერთი ნიშანი. ვამჩნევთ, რომ გავუბივართ ხალხმრავალ ადგილებს. დამღლელი ხდება ეს ყველაფერი. გრძნობთ ყველა ენერგიას ჩვენს ირგვლივ. ეს ნორმალურია. თავიდან არაკომფორტულია. ჩვენ შეიძლება ვგრძნობდეთ სხვის ემოციებს, ისე თითქოს ჩვენი საკუთარია. თუ ჩვენი ახლო ადამიანი მოწყენილია, ჩვენც გრძნობთ ზევდას. თუ ნერვიულობს, ჩვენც მოუსვენრობა გვეწყება. უნდა ვისწავლოთ გარჩევა, რომელია ჩვენი და რომელი სხვისი. დროდადრო ვისწავლით კონტროლს და დავარეგულირებთ. მერე უკვე ჩვენ თვითონ გადავწყვეტ, რა შემოუშვათ ჩვენში და რა არა. მერე უკვე ხვდებით, რომელ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ, ვინ არის გულწრფელი და ვინ არა. ეს გავს იმას, თითქოს ჩვენ GPS-ი გვაქვს, რომელიც სწორად აჩვენებს ყველაფერს. უფრო მკაფიოდ ხედავთ ადამიანებს და სიტუაციებს, თითქოს ხედავ ყველაფერს, რაც ნიღმებს მიღმა, რომელსაც ატარებენ ადამიანები. ხოცა ძალიან დიდი გამომდის ეს ვიდეოები. მოდი აქ შევწყვეტ კიდე და გავაგრძელებ მერე.